Kemali, დიდი მადლობა. მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო და რა თქმა უნდა, კომედიარხის ერთგულო ხალხო, თქვენ უყურებთ საქართველოს ფანოღის ფინალს. დღეს ძალიან სერიოზული დღე გვაქვს, მინდა გითხრათ, ღელავენ 4 ადამიანი, რომელიც ფანოღში მოხვდა და ელოდებიან განსაკუთრებულ პრიზს, რომელიც 10,000 ლარში ადგეს. მე მინდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც ფანოღში იღებდნენ მონაწილეობას, დღეს გულშემატკივრობენ და მხარს უჭერენ 4 კონკურსანტს, რომელიც ფინალში მოხვდა და ისინი ჩვენს გვერდით არიან და თავისი ლაღის სიმღერებით გაამხნევებენ და მათაც აპლოდისმენტები. კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ის არაჩვეულებრივი ხალხი, რომელმაც დატოვეს ეს პროექტი, თუმცა ძალიან ძლიერები არიან, კარგები არიან და რაც მთავარია, დღეს ვინც ჩვენთან არ არის, უკვე გაიხსნეს გზა მშვენიერი პოპულარობისკენ და მათაც მივესალმოთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით ვერ არიან აი ამ მიზეზის გამო. რაც შეეხება ჟიურის, მინდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც დაისაჯნენ 4 დატოვეს და დანარჩენებმა მიბეგვეს ჩვენი ვახო და ჩვენი ნიკადაგე ფაქტის სახეზეა, მაგრამ დაუჯდათ ეს ძვირად, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო მეგობრებო. არა, უბრალოდ თქვენ რომ ბრძანეთ, პირველ რიგში ყველას მოგესალმებით. არა მარტო კონკურსანტები, ჩვენ ძალიან ნერვიულობთ. არა, ნერვიულობაზე მე მეგონა შედეგი იყო იმისა, ვისაც დაბალი ქულა შეხვდა და ვერ მოხვდა ფინალში, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავჩენოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანები ის მოუყარა თავი საქართველოს ფანომღა, როგორც პირველ შემთხვევაში, ასევე მეორე შემთხვევაში და ორივე ფანოღის მონაწილეებს კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩემი დარბაზის და დიდი მადლობა ასე ერთგულად რომ ხართ ჩვენთან ერთად.
და მე ვიცი ტელემაყურებელი გველოდება და ძალიან აინტერესებს თუ ვინ დაეუფლება 10,000 მთავარ პრიზს. რა თქმა უნდა, სხვა მშვენიერი პრიზებიც იქნება, ამას თანდათან გაგაცნობთ, მაგრამ მინდა ვინც ამდენი ხანი იწვალეს ინერვიულეს, ძირითადი ჟიური წარმოგიდგინოთ, ეს გახლავთ ამ პროექტის სულის შემდგმელი, ულამაზესი, უმშვენიერესი უკვე წარსდგა თქვენს წინაშე ნინო ჩხეიძე. ჩემთვის უსაყვარლესი ვახო ბიჭიკაშვილი და ასევე ნიკოლო ზარაბიძე. და ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს ჩემ ხელფას, მე როგორ ვილაპარაკებ, ალეკო მალხაზიშვილი. ალეკო მალხაზიშვილი. და რა თქმა უნდა, ალეკო მალხაზიშვილი. დიდი მადლობა ბატონო ალეკო აქ რომ ბრძანდებით და ჩემი უსაყვარლესი გივი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ხმა იმის საშუალებით გესმით თქვენ ჩემო ძვირფასებო, გივის დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველა ოპერატორს და ვიწყებთ. მე მინდა აი ეს სცენა დაუთმო ერთ არაჩვეულებრივ მანდილოსას, რომელიც ძალიან კარგად, ძალიან ნიჭიერად წარსდგა ამ სცენაზე. მოიპოვა საკმაოდ კარგი ქულები, მაგრამ ბედი ყოველთვის წყვეტს ყველაფერს. მოკლედ, არაჩვეულებრივი დარწმუნდებით გარეგნობის დღეს ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ხათუნა ბიბლაია გაამხნევ ჩვენ ოთხეულს. ხავთ ხათუნა. თუ არ არის მართალი, მშვენიერად გამოიყურება. აპლოდისმენტები უფრო ხშირი. წავედით. შეხედო კარგამ კარგო ეს გული შეთვის მერის მარტო თვარიან ღამეს მოვალ შეთან და ისევ გეტყვი რომ მიყვარხარ შენი სილამაზე ღამე არ მაწინე მაგოთე ხელ რომ ღიმილი დავუჯო თვალი Totally. Divi 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 da, la ba da ba di, da ba da di qua da di qua. Divi 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 da, la ba da di, da ba da di qua da. Arminda mero droga cargo, me shetan go na mina ma. Sheli khimili agolzes. ჩემი გული ციცოცხლით გერს სხვას არ შეხედო არ დავკარგო ეს გული შეთვის მერის მარტო თვარიან ღამეს მოვალ შენთან და ისევ გეტყვი რომ მიყვარხარ შენი სილამაზე ღამე არ მაწინე მაგოთე ხელ რომ ღიმილი დავუჯო თვალი ხათუნა ბიბლაია. დიდი მადლობა ხათუნა, უღრმესი მადლობა ასეთი თანადგომისთვის.
და რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, მე ვერ გადმოვცეთ. ენით აუწერელი სიმხიარულია დარბაზში, ამას ჩვენი აპლოდისმენტები დაადასტურებენ ჩვენი დამწყე საზოგადოება, არაჩვეულებრივი ადამიანები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ. მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებ, 10,000 ლარი თუ ვის გადაეცემა, დღეს გადაწყდება, რა თქმა უნდა და კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც თავისი კარგი ხმით, არაჩვეულებრივი თავისი ხრინწით, ბარიტონით, ასე ვთქვათ, მშვენივრად კარგად დაგვამახსოვრა თავი, თვითონაც ადამიანი არაჩვეულებრივი, კეთილგანწყობილი საქართველოს ფანუღის მიმართ და მისი დამადასტურებელი ნაბიჯია ისევ ჩვენს წინაშე, თქვენს წინაშე წარსდგება არაჩვეულებრივი თინათინ მანუკიანი. მოგესალმებით, შეგავწუხება. Rausnauri gogo xar gichkeri dagagvirdebi arts khos ambob artsanas darts iqvarot virdebi savala dagagifrindebi kidev dagitsni goria omagodena goria rakidis guri goria savala dagagifrindebi kidev dagitsni goria omagodena goria rakidis guri goria Gogoni sheni kiribe me marzofna vegoba gamodi torem amagzaze swavine me gada vegoba egeba guni sadini shem khomoder tma gamigo bijo begura khomarkha gagana tira dagigo egeba guni sadini shem khomoder tma gamigo gogo begura khomarkha gagana tira dagigo Astamurat puri ratunada, astamurat vitor puria, amai ghemza dakharejas, vitomat sarak koria, astamur shenikirime, kimgari sinterieria, restornebi da duknebi, dili da shezemgeria, khuti tverta da modivar, am sakartvelos panoxi, 16 კონკურსანტი და სამყვანი და 4 ჟიური Juri თქვენი კირიმე, გიმღერით მთერიერია, ამ საქართველოს ფანოხი, სულ თქვენზე მღერიან, ყველა ძალიან მიყვარხარ, დაგთხოვდა უკრათ ტაშია, აი ამ ცეკვას მოგიძღვნით, იყავით მხიარულია წავიდა Kabatomi Tinatin Manukიანი ცეცხლიდან თუ როგორც მას შევია დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო. თქვენც დიდი მადლობა სულ ძალიან მიყვარხართ. უღრმესი მადლობა. იხარეთ, იმრავლეთ და მრავალი პროექტები გაგიკეთებინოთ ასეთი გემრიელი და კარგი. დიდი მადლობა აპლოდისმენტებით გავაცინოთ კალბატონი თინათინი უღრმესი მადლობა. აი ასე ჩემო ძვირფასებო მე არაერთხელ აღნიშნია რომ საქართველოს ფანური მარტო თავისთავად არ არის რაღაცა პროექტი რომელიც რაღაცით მთავრდება და რაღაცით იწყება ეს აღმოჩენაა ადამიანების რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე და მშვენივრად ვფიქრობ რომ გულს გვიხარისებენ და დღეს ამას იქით უფრო და უფრო წარმატებულები და პოპულარულები გახდებიან ამ არაჩვეულებრივი სიმღერებით და მათ კიდევ ერთხელ მივესალმოთ აპლოდისმენტები და დიდი მადლობა იმისთვის რომ მიიღეს მონაწილეობა. 5 შვილის დედა არაჩვეულებრივი აღნაგობის ამაში თავად დარწმუნდებით და კლავს სცენაზეა ულამაზესი ხათუნა ახალმოსული შვილი.
შემოდგომის ხებივით მარტო დარჩამზე სევდიან აგუგრავს ქარიგან შორებაზე მე რამდენად ჩაიხუტებს დარდი გულში გულს ელოდება ის სიცისებ გაზაფხულს დამღერებს ნეტავასებას აწინადოს ალბათ უნდა ისიც ვინმე მნადად გასწოს ეს სიმღერაც მივიწყებულ შემოდგომას გავს ჩემი გული ახლა მას გამიფერადე ეს დილა გამიფერადე ახლა შენამდე ვერ მოვა ჩემი გზა გათენებამდე ეს ღამე მონატრებად რომ მიქცა ჩემი გულის ხმად გადაიქცა რო გავადათარ ვისურნელი ალბათ ბევრი ნათქვამი და ბევრი ცუცმელი ეს სიმღერა მივიწყებულ მოგონებას გავს ჩემი გულიც ახლა გამიფერადე ეს დილა გამიფერადე ახლა შენამდე ვერ მოვა ჩემი გზა გათენებამდე ეს ღამე მონატრებად რომ მიქცა ჩემი გულის ხმად გადაიქცა გამიფერადე ეს დილა გამიფერადე ახლა შენამდე ვერ მოვა ჩემი გზა გათენებამდე ეს ღამე მონატრებად რომ მიქცა ჩემი გულის ხმად გადაიქცა ეს დილა გამიფერადე ახლა შენამდე ვერ მოვა ჩემი გზა გათენებამდე ეს ღამე მონატრებად რომ მიქცა ჩემი გულის ხმად გადაიქცა დიდი მადლობა ხათუნა, უღრმესი მადლობა. ჩვენიერი იყო ჩემო ძირფასო. ეხლა რაღაცის თქმა უნდა, აუცილებლად კი ბატონი. სამწუხაროდ მე წინა გადაცემის დროს გავიგე ქალბატონ ნინო ჩხეიძეს იუბილე ქონდა და მოგვიანებით მინდა საჩუქარი გადავაცე. ოჰო, დიდი სიყვარულით. აბა აპლოდისმენტების თანხლებით საჩუქარი მიღებულია. დიდი მადლობა ხათუნა, ნიკას უნდა რაღაცის თქმა. ჩაურთეთ მიკროფონი. არა, არაფერი, უბრალოდ ჩემი რატო არ ემთხოვა ხოლმე ეს დაბადების დღეებია, ფანოხს ვერ გავიგე. ძალიან დიდი მადლობა. არ გაჩვენებთ რა იყო, მე ვნახავ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა ხათუნას კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. ჩვენ გვეგონა რომ ერთ შვილს აჩუქებდა ნინოს და თვითონაც ძალიან დიდი სიხარულით ელოდებოდა. ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა რა არის მათ და ალბათ მე გვაჩვენებს ნინო. გასაგებია და რა თქმა უნდა გრძელდება. მე აქვე მინდა გითხრათ რომ როდესაც ადამიანის გულს სიმღერა წადი არაფერი არ არის დამაბრკოლებელი და ამაში თავად დარწმუნდებით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ საქართველოს ფანოღი არის საშუალება იმის ადამიანს კონდეს თავარია სურვილი და ოდნავ მაინც შეეძლოს სიმღერა რომ მოხდეს ამ ასპარეზზე რაღაც საქართველოს ფანოღი ქვია. ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი არჩილ ოდიშვილი მინდა მოვიწვიო სცენაზე. Bagara gogo, dame karega, zitela beranaga. Bagara gogo, dame karega, zitela beranaga. Anavaliya,
არჩილოდიშვილი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა დიდი მადლობა მას რომ კვლავ ჩვენთან ერთად იყო დღესაც და კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ის 4-ეული რომელიც ასე ღელავს თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ გამარჯვებულს საქართველოს ხანობის გამარჯვებულს ელოდება 10,000 ლარი 10,000 ლარი რა თქმა უნდა სხვა პრიზებიც იქნება ამაზე შემდეგ და კიდევ ერთი მონაწილე როგორ დამწყვიტეს გული ესე იგი აი არ ვიცი რა გავაკეთე მაგრამ აი მაინც აი ვერა გიორგი ავარციმაშვილი თელაველია მაგრამ ჩვენ არაფერიც არ აქვს წვენია სუ თელავია სუ გულავია გიორგი ვარციმაშვილი სუფრას ვინ მართავს ფრთებს ვისწორებ ღვთის მადლით საქართველო მიყვარდა საქართველოს ვიცავდი მომღავიან ბიჭები დრო მიმეტებს დიალი სიკვდილს არ ვაპირებდი სიჯაბუგის თბიალი ცოცხლო უფლის უფლები ჩარჩოში ვინ გაძლევს მე ჩემს როლს ვასრულებდი ჩემს აღარე მიწაზე ნუ მიდირებს ნურავი ბედი მაინც ბედია ჩემი თავცას თუმანი იბერიის მთებია ჩემი ძმადრაფიცები ჩემს იმერებია
დაიცა იება კვლავ დიდია ცდუნება ალბათ მეპატიება სახში არ დაბრუნება რა ვქნახმა რომ მიწყდება ბედის წერა მინება დედა ნუ გამიცხარება სატრფოს თუ ეწყინება მზე ქართული სიზმარი ისევ იფრენს არწივა საქართველოს ისაფის დიდა თავის გაზირვა ნუ მიდირებს ნურავი ბედი მაის ბედია ჩემი თავსას თუმანი იბერის მთებია ჩემი მადნაფიცები ჩემ სიმღერებს ვერია ჩემ სიმღერებს ვერია ნუ მიდირებს ნურავი ბედი მაის ბედია ჩემი თავსას თუმალით იბერის მთებია ჩემი მადნაფიცებით ჩემ სიმღერებს ვერია ჩემ სიმღერებს ვერია ჩემ სიმღერებს ვერია გიორგი ვარსიმაშვილი, დიდი მადლობა გიორგი, უღრმესი მადლობა ჩვენთან ერთად იყავით, რომ მიყავით დღეს. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს ჩემს ხუმრობას კარგად აღიქვით, რაც თავში გიორგის გამოცხადებაზე მდებ თქვი. ეს მხოლოდ რა თქმა უნდა ჩემი სურვილი იყო, მაგრამ ყველაფერი ხდება ისე როგორც უნდა მოხდეს. 4-ეული ადამიანები ღირსეული მოხვდნენ ფინალში და მათ კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ყველას. დიდი მადლობა მათ და კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად დაგვამახსოვრა თავი, ასევე მე ვნახე ჩვენი რუსთავიორის არაჩვეულებრივი გადაცემა მაია ასათიანის პროფილი, სადაც მის წარმატებაზე მოვისმინე და კიდევ მინდა მას ლამაზი, გრძელი და ასე ვთქვათ, შემოქმედებითი გზა უსრულო. მოკლედ, შალვა კასაბური, თქვენს წინაშე აპლოდისმენტები შალვას. ბანკეს როცა გაიგებს კარგი ტერტერასავი საფთოსაც რომ არიგებ დილიმ მე დარამ დო არ გეწინოს სირიმე უცებ რომ გიღალატო Sirime, uceb rom gigalato. Vachskoreba didrulo, mudam shenze didine, suela perskidulo, idulo vdavagidime, dilim me, yaram daram. Argentinos Chirime, uceb rom gigalato. Dilim me, daram do. Argentinos Chirime, uceb rom gigalato. Hola, Navidad.
უცებ რომ გიღალატო დინიმ 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 მე დარამ 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 თო არ გეწინოს ჭირიმე უცებ რომ გიღალატო დიდი მადლობა შალვა კასაბური დიდი მადლობა ბატონო შალვა ჩვენთან ერთად რომ ბრძანდებით უღრმესი მადლობა უღრმესი მადლობა მინდა გადავხადო კომედიარს და ორგანიზატორებს ამ პროექტისა რამე თუ საშუალება მომეცა ფართო მასებისთვის გამეცნო ჩემი შემოქმედება დიდი მადლობა სულ ყველას და ყველა ფინალის უსურვებ წარმატებას დიდი მადლობა თქვენ უღრმესი მადლობა და იწყება მთავარი და მე მინდა წარმოგიდგინოთ ის 4-ეული რომელიც ფინალშია თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით რა თქმა უნდა ხათუნა მეგნელიშვილი ვაკო მეგენეიშვილი ზაზა ოხანაშვილი გიორგი ცარიელაშვილი აი ეს 4 ადამიანი გახლავთ ფინალში რომელიც შეეცდება დღეს თავი მოაწონოს ჟიურის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ და გითხრათ რომ დღეს ჟიური ქულებს არ დაწერს უბრალოდ 4-ვე გამომსვლელის 4-ვე ფინალისტის შესრულების შემდეგ სიმღერის შესრულების შემდეგ იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას მინდა 4-ვეს წარმატება უსურვო რა თქმა უნდა და უსურვო 10,000 ლარი თითოეულ მათგანს მაგრამ ნახოთ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს 4 ადამიანი და კიდევ ერთხელ მინდა აპლოდისმენტები მათ ჩვენგან მაშასე პირველი ფინალისტი სცენაზე ზაზა ოხანაშვილი დამათენდა ისე დილაებული მზის სამოსვლას გავაყოლებ თვალს მე რამდენი ქრება ჩემი საფელი მაინც მჯერა შემოაღებგას დაგელოდები თუ დაგაბრუნებს ჩემი ლოდინი დამიბრუნები ვიჯერებ და მზას და ლოდინი არ დავხუჭავ თავს დამათენდა ისე ქრება საფელი შემომხედავ გაციმებულ გას შემოწდამ ხვიჩუბად ფიქრებს გავმრები მაინც მჯერა შემოაღებდას დაგელოდები თუ დაგაბრუნებს ჩემი ლოდინი დამიბრუნები ვიჯერებ და მზას დადილამდე არ დავხუჭავ თავს დაგელოდები თუ დაგაბრუნებს ჩემი ლოდინი დამიბრუნები ვიჯერებ და მზას და ლოდინი არ დავხუჭავ თავს
ზაზა ოხანაშვილი, დიდი მადლობა ზაზა. ჩემო მეგობრებო, მე ვიცი რომ თქვენ რა თქმა უნდა დღეს ქულებს არ დაწეთ, მაგრამ თუ შეიძლება 2-3 სიტყვით თქვათ ზაზას შესახებ. მე მინდა რა ვთქვა, აი ყოველთვის ზაზას ცეკვა მაყენებს კარგ ხასიათზე, ხო არის ეგრე რაღაც, აი რაღაც ეს მოძრაობები, ესე რა ვიცი, აი კარგ განწყობაზე გები. მხოლოდ ეს მინდოდა მე თქვა, ახლა კი პროფესიონალებს გადავცეთ რა. კი ბატონო. არაფერი დღეს უკვე აზრიც აღარ აქვს შეფასებას და არც ოპირებს საერთოდ რამე თქვა, უბრალოდ დიდი მადლობა რომ პროექტში ღებთ მონაწილეობას და ბევრი კარგი დღე გვაჩვქეთ. მადლობა. დიდი მადლობა. ზაზა, შეგიძლია მშვიდად დაელოდო ბოლო გადაწყვეტილებას და შემდეგი ფინალისტი ეს გახლავთ ვაკო მეგენეიშვილი, აპლოდისმენტები ვაკოს. Tris percepse Shest hoaleb sutske Sinadlis peri mobrunda zagama Da openia Mihage guze ჩვენი სათქმელი უთუოდ გეთქვა რა დროში შეადამოგზალება მე სიყვარული საუბრობს ღმერთთან და ალბათ მალე ჩამოვთანდება Mahla Nasris percepse Shest hoaleb sutske Sinadlis peri mobrunda zagama Da openia Mihage guze Sivardi, atasi guirdi Da petke basi atasi Gamog mi chekan Da me vargagmi Da gazapuli Gulav silamaze Mahla Natris percepse Shes toaleb sutske Sinadlis peri mobrunda zagama Da openia Mihage guze Mihage
ნახი გულზე ვაკო, დიდი მადლობა არაჩვეულებრივი შესრულებისთვის. დამეთანხმებით რომ სული და გული ჩადო. რამის თქმა ხო არ გნებავთ პატივცემულებო? წარმატებებს უსურვებთ. ძალიან კარგი, დიდი მადლობა ვაკო. და მესამე ფინალისტი, ქალბატონი, რომელიც ერთი მანდილოსანი შემორჩა ბოლომდე და ეს გახლავთ ხათუნა მეგრელიშვილი.
ხათუნა მეგრელიშვილი, უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასო, ჩემო ვამაზო, შენურად გამოიყურები, მინდა გითხრა, თან ერთქვენში ვართ. ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი და ცოტა ენერგიულად. მადლობა, ძალიან მიყვარხართ. მადლობა, ჩვენს გვიყვარხართ ძალიან. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩემო ძვირფასებო, რომ 10,000 ლარი ელოდება გამარჯვებულს თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით. და სულ ცოტა ხანში გამოვლინდება საქართველოს ფანოგის გამარჯვებული და ხათუნასგან გასხოვებით მე ვაპირებ შემდეგი და ბოლო დღეისთვის ფინალისტი გამოვაცხადო. მაინტერესებს უბრალოდ ჩუხტარიჩი. გიორგი ცარიელაშვილი მინდა სცენაზე მოვიწვიოთ. ჩუხტარიჩ გელოდები, მოდი. აი ესეთი არის შენი ჩუხტარიჩი. აბა შენიცი. წვიმს და შავად შეღებილა მთები წვიმს და წვიმა აღარ გადაიღო წვიმს და შავად შეღებილა მთები წვიმს და წვიმა აღარ გადაიღო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდებით ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯობს ნუ თუ მართლა გაქარა სიყვარული ნუ თუ მართლა შემიძულა გიჟო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდებით ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯობს ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდებით ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯობს Sashava, sheghebila mtevi Tzvim zda tzvima, achar gadaigo Nu tu martla, achar shevrigdevi Nu tu martla, uchemova gijos Nu tu martla, gakra sivaruli Nu tu martla, shemitsule gijo Nu tu martla, agar shevrigdevi Nu tu martla, uchemova gijos Mashi, shendam dove marado Nu tu cemshi, mogala de bove Khelim kari, karam magde tvarshi Mogazache, vegar gagagone Nu tu martla, gagrasi maruli Nu tu martla, ushemova gijos Nu tu martla, agar shevrigdebi Nu tu martla, ushemova
ჩუხტარიჩი. არაჩვეულებრივი იყო. დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი სიმღერისთვის უბრალოდ მინდა გითხრა, ესე იგი ყველაფერი ჩადე. ახლა შეგიძლიათ თამამად ცეკვაზე იზრნო, იმიტომ რომ ხორხი აღარ დარჩა მე მგონი ჯანმრთელი. მაგრამ ყველაფერი კარგად იყო. ესე იგი ეს 4-ეული გახდა თმის ფინალში მოხდა, მაგრამ სანამ ესენი იღელვებენ თქვენი ნერვიულებ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, თქვენთვის ჩვენ გვაქვს პრემიერა სიმღერის, სანამ გავარკვევთ თუ საბოლოოდ ვინ დაიკავებს, გახდება საქართველოს ფანოღის, ასე ვთქვათ, ორის გამარჯვებული და მიიღებს 10,000 ლარს სცენაზე მინდა მანამდე მოვიწიო ულამაზესი, უნიჭერესი ნინო ჩხეიძე და ბუტკუნა და თამაზა. ეს ცხოვრება სიყვარულში გაგვილებია ქალის ჩექმით ლიქიორიც დაგვილებია დასაქმეში პატარა ძალიც ჩაგვირევია დაგვირევია დასაქმეში ჩხეიძეც კი ჩაგვირევია აგერ უკვე ნახანია ამას გამიცდი ოქტომეტავი ერთად იყოს თბილისი პარიზი გადმოვირბენდი და შანელის კოლექციას წამოვიღებდი გადმოვირბენდი და შანელის კოლექციას წამოვიღებდი მე შენინო და შაბაში ხვინო ცეკოდა თამაში რასიმ ჯაბი და ხაში უდრატოში და ტაში მოსტრი მწვადი და ლავაში მე შენინო და შაბაში ხვინო ცეკოდა თამაში ჯაბი და ხაში უდრატოში და ტაში მოსტრი მწვადი და ლავაში ჩემთვის მინდა ეს სამყარო ჩემო ფერია ყვავილები პიანო დაზად დამიფენია გაგვიფრენია არღნიშიტი ალიონზეც აგვიფრენია დაგვიფრენია არღნიშიტი ალიონზეც აგვიფრენია მე შენინო და შაბაში ხვინო ცეკვა და თამაში რასიმ ჯადი და ხაში უდრატოში და ტაში მოსტრი მწვადი და ლავაში მე შენინო და შაბაში ხვინო ცეკვა და თამაში რასიმ ჯადი და ხაში უდრატოში და ტაში მოსტრი მწვადი და ლავაში მოსტრი მწვადი და ლავაში მას ასე ჩემო ძვირფასებო ყველაფერი გადაწყვეტილია და პირველ რიგში მე მინდა 4-ვე ფინალისტი მოვიწვიო სცენაზე. ზაზა ოხანაშვილი, აპლოდისმენტები, ვაკო მეგენეიშვილი, ხათუნა მეგრელიშვილი და გიორგი цаრიელაშვილი ჩუხტარიჩი. 4-ვეს რა თქმა უნდა წარმატებებს ვისურვებ და უბრალოდ მე მინდა გითხრათ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ვაცხადებდით რომ 10,000 ლარი იქნებოდა პირველი ადგილზე გასულისთვის ასევე მინდა გითხრათ უბრალოდ შეგახსენოთ გადაწყვეტილება მიიღეს რომ ადამიანები არ დარჩნენ უსაჩუქროდ და მე მგონი რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს და გაგაცნობთ ეხლა თუ რაშია საქმე მე-4 ადგილზე გასული მიიღებს ახალი თაობის მობილურ ტელეფონს აპლოდისმენტები მესამე ადგილზე გასული პორტატული კომპიუტერი ერგება მას წილად. მეორე ადგილზე გასულს გადაეცემა
პირველი ვიტყვი რომ აუცილებლად ჩაწერს სიმღერას, ამ სიმღერაზე გადავიღებთ კლიპს და შემდეგ მაია ასათიანთან პროფილში ახალ სეზონზე შედგება ამ კლიპის პრემიერა და მადლობა ამისთვის მაიას, ჩვენს უსაყვარლეს მაიას და ასევე პლანშეტი გადაეცემა და რაც შეეხება პირველ ადგილზე გასულს, როგორც 1000-ჯერ გაჟღერდა 10000 ლარი და ბატონი კაკული გურიელაშვილის პრიზი 10000 ლართან პირველ ადგილზე გასული გაემგზავრება ისრაელში. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ კაკულის და ახლა მე მინდა ჟიურის შემაჯამებელი სიტყვა ვთხოვო და ხოთ ორედო სიტყვით თუ რა სიტყვი საერთოდ ზოგადად რას ბრძანეთ ჩვენი საქართველოს ფანოგის შესახებ. ვთხოვთ ნინო დაიწყეთ. მე დავიწყებ ამ შემთხვევაში. პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა ჩემთვის რომ ეს არის ფინალი ამ სეზონზე და ძალიან შეგეჩვიეთ და ძალიან მოგვენატრებით სულ ყველა და ეს არის რა თქმა უნდა კომედიარხის დამსახურება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კომედიარხს რომ განახორციელა ეს პროექტი და გამაცნო ძალიან ბევრი ადამიანი თქვენი სახით წინა სეზონის და ჩვენ უკვე ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ. რა თქმა უნდა ანუ აქ ვფიქრობ გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ სულ ყველა, იმიტომ რომ ხართ ფინალში და თავარი რაც არის თქვენ უკვე გაგიცნოთ ხალხმა და თქვენი ერთი სიტყვა მიიტანეთ ხალხამდე თუნდაც და მე ვფიქრობ ეს უკვე ბედნიერება და გილოცავთ. დიდი მადლობა კომედიარხს, დიდი მადლობა ბიჭებს, დიდი მადლობა პაატას, ქიტოს, მაია ასათიანს, დიდი მადლობა პროფილისთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ეს ძალიან წარმატებაა ადამიანისთვის, როგორც ჩემთვის პირადად, ის ასევე თქვენთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტშია ჩართული. მადლობა. დიდი მადლობა სანამ ბიჭები თავისას გამოთქვავენ, ნინო, მე მინდა გთხოვო რომ სცენაზე მობრძანდე, შენ სანამ ბიჭები აზრის გამოთქვავენ, ვახო გისმენთ. წარმატებები მინდა, რა თქმა უნდა, უსურვო ამ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს, რომელმაც მოაღწიათ ფინალამდე თქვენი სიმღერით, რა თქმა უნდა, და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ დღეს გეხართ სცენაზე. მადლობა ყველა კონკურსანტს, რომელიც იღებდა ამ პროექტში მონაწილეობას და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ წარმატებები გისურვოთ ყველას. რა პროფესიითაც თუ რითაც აგრძელებთ ცხოვრებას და მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგად მღერით სულ ყველა ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას. წარმატებები 10000 ლარები და რა ვიცი, მოსკოვები და დონეცკები. რავი, მეგობრებო, ნუ ნინო ამოვიდა, იმიტომ რომ საბოლოო შედეგები დაასახელოს, ანუ ვინ რომელ ადგილზე გავიდა. ნუ ძალიან კარგია რომ ყველას შეხვდება პრიზი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და მადლობა კომედიარხს. მე რა შემიძლია ვთქვა, რა ვიცი, მართლა ყველა გამარჯვებულები ხართ, ძალიან გაგვიჭირდა, ანუ ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იყო, აი მაგალითად პირადად მე ვამბობდი რომ არ გვინდა 10000 ლარი და 9900 მივცეთ ეკონომიკური კრიზისის გამო. ნუ არ დამთანხმდნენ ბიჭები და გოგო რა ნინო, ხო? ხო, რა ვიცი. მე შემიძლია ვთქვა ის რომ 10000 ლარი არის კარგი. ნამდვილად. და ნიკოლოზ არაბიძის სიტყვა არის უკეთესი. პირველ რიგში ბატონებო, მინდა გითხრათ, მეც ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობენ ფინალისტები და უკვე რამოდენიმე წამში გაირკვევა ვინ მას ესხებს 10000 ლარს ერთი თვით. დიდი მადლობა ამისთვის იმ ადამიანს, ვისიც იქნება და მადლობა რა თქმა უნდა ყველას, მეც სამადლობელს ვეთქვი ყველა ადამიანს, დავიწყებ კომედიარხიდან, რომელიც ეს შესანიშნავი პროექტს უშვებს ეთერში და დიდი მადლობა ყველას, ვინც ღებულობდა ამ პროექტში მონაწილეობას და რა ვიცი. გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას მონაწილეებს და როგორც წინა ფანოღი, ეს ფანოღით შედგა და არის ძალიან კარგი პროექტი. მაშ ასე დიდი მადლობა ნიკა, უღრმესი მადლობა და ის დროა ნამდვილად ძალიან ღილავენ ჩვენი ფინალისტები და მოკლედ არის შეიძლება ყველაფერი. ის დროა გამოვაცხადოთ და დავიწყოთ მეოთხე ადგილი. კი ბატონო. მეოთხე ადგილზე გავიდა ზაზა ოხანაშვილი. აპლოდისმენტები და ზაზას გადაეცემა ახალი თაობის მობილური ტელეფონი. გილოცავ ჩემო ზაზა, გილოცავ წარმატებები და მესამე ადგილი
მესამე ადგილზე გავიდა ფინალში ერთადერთი ქალბატონი ხათუნა მეგრელიშვილი. ქალბატონ ხათუნა სულ ლოცავდა პორტატული კომპიუტერი გადაეცემა და აი ეს ორი ადამიანი თუ შეიძლება ნინოს გვერდით უფრო ახლოს ჭიდროთ და ვნახოთ და ახლა უკვე რაც შეეხება პირველ ადგილს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს აინტერესებს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გულშემატკივრობს ამ ორივე ადამიანს აპლოდისმენტები ნუ ნერვიულობთ ხალხო ეს ხო საქართველოს ფანოღია აქ არაფერი არ არის ანერვიულო პირიქით ანუ კარგ ხასიათზე უნდა ვიყოთ აქ წაგებული არ არსებობს აქ ორივე გამარჯვებულია მე ვფიქრობ პირველი და მეორე ადგილიც კიდევ ერთხელ მინდა ნინო შევახსენო ჩვენ ტელემაყურებელს რომ მეორე ადგილზე გასული მიიღებს პლანშეტს ასევე ჩაიწერება სიმღერა და ამ სიმღერაზე გადავიღებთ მე კლიპს რომელიც პრემიერა შედგება პროფილში მაია ასათიანთან ხოლო რაც შეეხება პირველ ადგილზე გასულს მიიღებს 10000 ლარს და ასევე გაემგზავრება ბატონი კაკულის მხარდაჭერით ისრაელში ამიტომ მე უბრალოდ მინდა ტელემაყურებელს უთხრა რომ მეორე ადგილიც არ არის ცუდი პრიზები პირიქით ძალიან წარმატებულია ამიტომ მე ვიცი რომ ღელვაა და ამიტომ და კიდევ ერთი მინდა გითხრათ ესე იგი რაშია საქმე და გამარჯვებული გამოცხადდება მომავალ შაბათში მას ასე ნინო გიჩვენ ბევრს აღარ გავაგრძელებ და ამ პროექტის საქართველოს ფანონის მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა ჩუხდარიჩი. მე ყველას რა თქმა უნდა წარმატება ჩემ ჩუხტარის მიულოცა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კომედიარ გილოცავ შემოწიფასო ასეთი კარგი პროექტისთვის ჩვენ კი აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს გემშვიდობებით მესამე სეზონამდე დროებით თუ მართლა აღარ შევრიგდები ამეჯო ნუ თუ მართლა გაგარა სიყვარული ნუ თუ მართლა შემიძულები შო ასმება თუ მართლა ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდე ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯო Dashawa shagabilam tabi Swims da swima agar kadaibo Nu tu martla agar shevrigdebi Nu tu martla uchemo bagijo Nu tu martla gagara sivaru აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უჩემობა გიჯო
მაშინ შენ დავტოვე მარადო ნუ თუ შენში მოღალატებოვე ხელი მყარი გადამფაგდე გვარში მოგაცახე ვეღარ გაგაგონე ნუ თუ მართლა გაგრა სიყვარული ნუ თუ მართლა შემიწულე გიჟო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უშემობა გიჯო ნუ თუ მართლა აღარ შევრიგდები ნუ თუ მართლა უშემობა